უბრალოდ ჩობს გვიან ვიდრე არასდროს. და მთელი მთავრობა თუ წავა ვაფშე გამიხარდება. უბედნიერესი ვიქნები, უვიცების გროვა. არანაირი შეფასება არ მაქვს. არანაირი. კარგია, რო გადადგა თავისით. იმიტომ რომ ხალხი უკმაყოფილოა, არაფერს არ აკეთებენ. რა ვიცი, გზები გადათხლია, დღემდე არ დაუგია ზოგ ადგილებში, რა ვიცი, ყველაფერი ნულზეა რა ვიტყვიან რა. და კარგი იქნა რო გადადგა რა. ნუ რასაც ამბობენ, მე მგონი რომ წაგამართლია. ჩვენი მამამარჩენალი ივანიშვილი და ბატონი ღარიბაშვილი. გონი წაგამართლია. ვერ გაუგესეთ ხოლმე, ალბათ. რა მაყოფილი ვიყავი თუ არ ვიყავი, ეს ალბათ სხვა შეკითხვა არის, ხო? რა თქმა უნდა არა. მაგრამ წასვლით კი. ძალიან უსუსურო არ მაქვს გენაცვალება რა გიყო. აბა რა ვიცი, რა ჩემი საქმე. მადლობა. აბსოლუტურად უემოციოდ. ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი, უნდა შეიცვალოს ხალხი. რა მოხდა მე, რა არის გასაკვირი? ძალიან უკეთესია. მაგის გადადგომა. ყველაფერს დავგვეკითხე. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზევიდან გადაუწყვიტეს რა, ალბათ ჩემი აზრით. არ მაინტერესებს მართლა. და ვერ გაგცემ პასუხს. მაგრამ ზოგადად კარგია რო გადადგა, იმიტომ რომ არ მომწონს მე ეს მთავრობა. უარყოფითად. რატომ? ანუ ვფიქრობ, რომ არ იყო მიზან შეწონილი გადაწყვეტილება ამ დროისთვის. მეც უარყოფითად შევაფასებდი, იმიტომ რომ ახლა უკვე დანარჩენებიც მიყვებიან და საქართველოს ეს არ სჭირდებოდა ახლა, არ იყო კარგი გადაწყვეტილება. ერთი მხრივ კარგია რომ თავისით გადადგა, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია რომ ბიძიას მითითებებით გადადგა. ვერაფერი ვერ გააკეთა და ალბათ წავიდა იმიტომ რომ მიხვდა, მე მგონი ესე ვფიქრობ, რომ დროულად მიხვდა ყველაფერს. საინტერესო პოლიტიკური სვლა იყო. საკმაოდ ესე ვიტყოდი, რომ დროული ნაბიჯი იყო მის მხრიდან. დიდად არა ვარ ამ მთავრობის მომხრე და მოყვარული და ამ პოლიტიკის ესე ვთქვათ მიმდევარი და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ღირსეული გადაწყვეტილება და დროული გადაწყვეტილება მიიღო. წესით აქამდეც უნდა დაიფიქსირებინა თავის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე დროული ესე ვთქვათ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.